მოგესალმებით, თვითონ სტუმრებო, მოგესალმებით. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, რუსთავი 2 წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო შოუს. გააცინე და მოიგი აპლოდისმენტები. მოკლედ, კიდევ ერთი შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს ჩვენთან და ითამაშოს. ამისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა არის, დარჩენილი უნდა დაგვირეკოთ. ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ახლა კი შევეგებოთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის. ნიკოლო ზარაბიძე და ალეხანდრო მალხაზიშვილი. როგორ ხარ კოდი და ბიჭი, რა შვები? რომელი საათია? ახლა ვერ ვიტყვი ეთერში რომელი საათია. მე მეგონა ხუმრობით მეტყოდი, ბესპიცი, პაცი, პუცი ან რაღაცა. უთქუნა და თამაზოს სტილში. ბესპიცი, პუცი, გაი. ბატონო ალეხანდრო, დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენთან, როგორი განწყობა გქონთ? ნაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი იგივეა. ეს დეკორაციაა. კი ბატონო, კი ბატონო. ბატონო. თქვენ როგორ ხართ ბატონო ნიკოლოს? უძლებთ. უძლებთ, ძალიან კარგი. დაიკავეთ კიდევ უნდა გაუძლებთ. დავიკავეთ. თქვენი ადგილები. სხვათა შორის სეიფშიო არის რაღაც თანხებიო. ნახოთ თუ არის ის თანხები. ზუსტად. გავაღნიოშოთ კარები. არის ძალიან კარგი. მაშინ ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია არსიკოლა, გამაგრილებელი სასმელი არსიკოლა იგზენი ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი, ყველაზე ტკბილი ზღაპარი, ასევე კომპანია სანდომი აძლევს ერთ მონაწილეს გადაცემაში შანსს, მას შეუძლია აიღოს თანხა ან გააგრძელოს თამაში და ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია რძის პროდუქტების კომპანია სოფლის ნობათის რჩეული, რომელიც საღირძისგან დამზადებულ პროდუქტებს, არაჟანს, რძეს, მაწონს და იოგურტს წარმოებს. აპლოდისმენტები მეგობრებო ჩვენს პარტნიორებს და მადლობა რომ არიან ჩვენს გვერდით და დავიწყოთ ჩვენი მეგა შოუ მეგობრებო. მოდი ესე გამოვაცხადოთ რომ ეს არის არა გადაცემა, არა ეს არის მეგა შოუ. არ თავარ არხზე, თავარი შოუ. აპლოდისმენტები მეგობრებო. პირველ მონაწილეს რომელიც უკვე კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, მივესალმოთ რაულ ბაბუნაშვილი. საინტერესო გადაცემაა და იუმორი ძალიან მიყვარს. რამდენჯერმე ვარ გამარჯვებული სტუდენტობის დროს იუმორისტულ კონკურსში. მოგზაურობთ ბატონო რაულ. გამარჯვებათ, მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო რაულ. როგორ განდებით? გადაგუშავს. დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. სალამი. ანუ აქ როგორც უაღლესი განათლებით ზანდებით და მემამულეთა კავშირის პრეზიდენტი ვარო, ეხმარებით ამ კონკრეტულად თუ ზოგადი მიმართულებით სოფლის მეურნეობას? ყველა მიმართულებით, ყველა სპეციალისტი სოფლის მეურნეობის დარგი და კონსულტაციებს უტარებს. ჩვენი ოფისი ყოველ დღე სავსეა ხალხით მოდიან რაიონებიდან და ძალიან კარგია, მეც მაგალითად მოხარული ვარ თუ სოფლის მეურნეობა იქნება განვითარებული ჩვენ ქვეყანაში. ძალიან გიჭირს. ძალიან კარგია. და ისე ხართ ხუმრობის ხასიათზე ბატონო რაულ? ხანდი. ძალიან სერიოზულად გახართ. ხანდი. გამარჯვებული ვარ რამდენიმე კონკურსში 80-ან 90-იან წლებში. ეს იუმორისტულ კონკურსებში? იუმორისტულ კონკურსებში, უნივერსიტეტში სტუდენტთა კონკურსში გავემარჯვებ, პირველი პრიზი დამსახურე პოლონეთის საგზური, ასევე რა მოიგეთ? პოლონეთის საგზური სტუდენტი, პოლონეთის საგზური. ეგ რომელ წელს იყო ბატონო რაულ? ეს 70, 80. მაშინაც არსებობდა ხო პოლონეთი? ძალიან კარგი ბატონო რაულ. სხვათა შორის ესე იგი ნიაგის დავალებით ერთი ნომერი მე გავუშვი ვიყავი ბამზე და მთელი ნომერი მე მოამზადე ნიაგის. ნიაგი, მე მიყვარდა ეს ჟურნალი ძალიან მაგარი. ბატონო რაულ, საინტერესოა თქვენ რას წარმოგვიდგენთ დღეს და რას წარმოუდგენთ ჩვენს ტელემაყურებელს? ჩემი ხიარულ ამბებს ჩემი თავგადასავლებიდან, რომელიც ცხოვრებისეული ამბები. ცხოვრებისეული ამბები. მე ვიყავი 70 წელს ოქროს საწმისის კაპიტანი. ილია ვეკვას მე კლასიკური ფილოლოგიის განხრით სწავლობდი. არგონავტების ისტორიას კარგად ვიცნობდი. გავაკეთე გემის მაკეტი ოქროს საწმისის, შეუტანე სტუდენტმა ილია ვეკვას, მოეწონა და ბათუმის საზღვაო სანაოსნო საშუალებით ავაგეთ ძველ კორხული ხომალდი ოქროს საწმისი. 22 სტუდენტი ვიყავით ამ გემზე, 18 ნიჩმიანი გემი იყო. გავცურეთ შორაპნიდან ფოთამდე და მერე სოხუმი და ბათუმი.
აი აქ არის სურათი, ამ გემის სურათი, როცა გვაცლებს ხალხი. შეიძლება რომ ვაჩვენოთ ჩვენს ტელემაყურებელს. კარგად. შეხვედრები გქონდა, მედიას შეხვედრა გქონდა სამტრედიაში. ეტლებით. ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე ადამიანები ბრძანდებით და ძალიან კარგია რომ ჩემი სამშობლო მიყვარს ასეთი ადამიანები არსებობენ ჩვენ ქვეყანაში. მოხარული ვართ ყველა ბატონო რაო. ხო, ნამდვილად საჭირო ადამიანები. მივხედოთ ახლა ჩვენს შოუს, ასე რომ ვთქვათ. ინფორმაციას ჯერ შესავალს არ გავაკეთებ, პირდაპირ დავიწყებ. ხო, ისე რომ ვიცოდეთ შესავალი 10 წამიანია, 10 წამის შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება დრო. ჩემი სასაცილო ვიწყებთ, ესე იგი, პირდაპირ ვიწყებთ პირველს. ანუ დრო ჩართოს. დრო ჩართოთ. ყურადღებით მეგობრებო, ერთი აპლოდისმენტებით გავახმოვეთ ბატონი რაულის 3 2 1. ჩემი სასაცილო ამბები ბავშვობიდანვე იწყება. ჩემს სეზონში დიბიჭები თამაშობდნენ. მე ქვემოდან შევყურებდი, ერთმა იოდი სამპულას თავი წაატეხა, იოდი გადმოირფხა და ჩამეწოთა თალებში. თვალები ამეწოდა, ტირილი დავიწყე. ტირი და ტირი. ბიჭები ერთხანს თანამიგრძნობდნენ. მე ისევ გააგრძელეს თამაში. უცებ მათ რაღაცაზე ხმამაღალი სიცილ ხარხე აუტყდათ. იცინიან და იცინიან. მე ახალ ნამტირალებს არ გამეცინა. ვიფიქრე, ცუდად არის ჩემი საქმე და ჩემს მას შევჩივლე. ზურაბია რაცხა არ მეცინება. ამ სიტყვებზე ბიჭებს ისეთი ხარხარი აუტყდათ ტრისას. აბა როგორ გამეცინებოდა, როცა გულამოსული ტიროდი იმ დღიდან მთელი 2 წელიწადი სოფელში დიდი თუ პატარა სახელად ზურაბია რაცხა არ მეცინებას მეძახდა. ამ შემთხვევის შემდეგ ცხოვრებაში ერთი რამ გავითავისე. კაც თუ არ ეცინება, მაშინ ცუდად არის მისი საქმე. მეგონი ცუდად არის თქვენი საქმე, მეგობრებო. გაეცინა ლიგას და 50 ლარი მოიგეთ ფილოცად ბატონო. ნიკას არა, მეც გამეცინა ბატონო დავით. ანუ თქვენი საქმეც კარგად არის ბატონო. კი, ჩემი საქმეც კარგად არის. ახლა მოვყვები არგონატების ისტორიიდან, ჩვენი გემი როგორც გითხარით დაიძრა შორაპნიდან ფოთის მიმართულებით. ანუ ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ ამას. 50 ლარი გვაქვს თამაშობ დასლარზე. ხო. პირდაპირ ჩავთოთ რო? დიახ. ძალიან კარგი. სოფელ სიმონეთის მახლობა, სადაც მდინარე თბილისის. 1. სოფელ სიმონეთის მახლობა, სადაც მდინარე თბილისის ქუთაისის გზას უახლოვდება, გემი ტყიან ნაპირს მივაყენეთ. მე ჩემი კოლხური ტანსაცმელით ტრასაზე ავედი, გავედი სოფელში, დურგალი უნდა მომეძნება. მივაჯდა ბიჭებს საავტომობილო გზაზე, ხელში შუბით, ხარზე მშილდის არით, გადაკიდებული იქვე ახლოს ავტოინსპექციის ჯიხრიდან კაპიტანი გამოვიდა და მეკითხება: შენ ვიხარ ბიძია? მე გემის კაპიტანი ვარ, უპასუხე ამაყად. სად დგას შენი გემი, ფოჩი თუ ბათუმში? არა ბატონო, მაგრამ მოსახლეში ბუჩქებთან. ვიცი, რომელი გემის კაპიტანი ხარ? აბა მოდი აქ ჩემთან, იგი მეცა და ჯიხრში ჩამკეტა. თურმე რა მოხდა წინწკილაზე, სადაც საგიჟეთი იყო, 3 შაშიში გიჟი გამოიქცა და ამის გამო ყველგან გადმოურეკვა. თუ სადმე წააწყდეთ გის ადვილად იცნობდა და გაიგება ნიკოლას, გაიგება ღიმილში ჩაგითვლეთ, კი, რაღაცა. კი ბატონო. 100 ლარი თქვენია ბატონო. ეს ისტორია ვიცოდი, მე მაქვს გაგონილი. მე გადამხდა და კი ბატონო, მაქვს გაგონილი, უყურეთ ეს ამბავი და ნელ-ნელა რომ შეივსო ის ჯიხური, ხო? მე კიდე რომ წამოვიდნენ თქვენ საძებრად. კაპიტანის სამოვნებით იფშინეთ ხელს გაუხარდი ერთი გიჟი რომ დაიჭირა. ამ დროს ტრასაზე 2 ეკიპაჟის წევრი გამოჩნდა. ისეთივე კოლხური ტანსაცმლი. თქვენ ვიხართ ბიძიებო, შეგით კაპიტანი. ჩვენ ბატონო ეკიპაჟის წევრები ვართ, კაპიტანს ვეძებთ. ვიცი რა ეკიპაჟის წევრებიც ხართ. თუ თქვენი კაპიტანი აქ ყავს, ესა თქვა და 2 ეკიპაჟის წევრი ჩემთან ჩაკეტა. ჩვენ ყვირით, მაგრამ ვინ გისმეს? ავტოინსპექციის კაპიტანი თავის მოსაწონად პირდაპირ თერჯულის აერკომის დივანს ურეკავს. ბატონო მდივანო, საგიჟიდან რომ 3 გიჟი გამოიქცა, აქ ყავს ჯიხური ჩაკეტილი. ყვირიან ოქროს საწმისის კაპიტანი, არგონავტები, ამათ მე ვერაფერი გავუგე. კაცო, თქვენ გაზეთებს არ კითხულობთ? აღშფოთა რაიკომის დივანი. ახლა გამოუშვი, ესენი ის გიჟები არიან, მაგრამ სხვა გიჟები არიან. ისე კარგი ისტორია რამე. მოდით ცოტა ფორმატს გავწევით, ხო? ეხლა ეს უნდა დაგისვათ კითხვა. აგრძელებთ თამაშს თუ არა? მე ფული არ მაინტერესებს ნამდვილად, მაგრამ 100 ლარს ავიღებ და ორ ისტორიას მოვყვები. ბატონო რაულ. შევწყვიტოთ თამაში. ავიღოთ თანხა. შეგვიძლია ერთი ისტორია მოგაყოლოთ, თქოს კარგი რომელიც ერთი ისტორიას მოვიყავ. კი ბატონო. შევწყვიტეთ თანხაზე, თამაში მეგობრებო, აპლოდისმენტები 100 ლარი მოიგო. ბატონო რაულმა
ახლა მეორე მოგზაურობა გქონდა ტივით მდინარე რიონზე. სოფელ ღებიდან დავიწყეთ, 5 სტუდენტი ვიყავით. ჩავედით ამბროლაურში, იქ შეგვეგებენ დიდი ზარზე იმით, უნივერსიტეტიდან ჩამოვიდნენ პროექტორი, მეცნიერების ხვები და დიდ მუხაზე, რომელიც მდინარე რიონს გადახურებს, გაგვიმართეს სუფრა. სუფრას თამადობდა რაიაღმოსკოვის თავმჯდომარე ნუდა შარაბიძე და ჩვენ გვაქებს, თქვენ პატრიოტები ხართ, თქვენ ასეთები ხართ, ისე გვაქებს და გვადიდებს და რო შეთვრა და გადახედა რიონს, ვიზია თქვენ პატრონი რა გყავთ, რა სიკლავთ თავს ამ მდინარეში. თუ გინდათ ფოცი წასვლა, მანქანას მოგცემდა 2 საათში ფოცი. ჭვიდათ. კი ბატონო, კარგი ისტორია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ რაუს მოგზაურებისთვის, აჩუქლებისთვის, ესეთი ღვაწლოსილი კარიერისთვის, რომელიც მან გაიარა ცხოვრების მანძილზე. გადავწეთ 100 ლარი, გავაღოთ სანდომის სეიფი. აინტერესებიან საინტერესო ადამიანის ზარდებით ბატონ რაუს და იქნება თქვენ გესტუმროს კიდე. ასევე ჩვენი პარტნიორისგან აი ძალიან კარგი. კარგი თაფლის სახლი გვაქვს და ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან გადავწეთ თუ შეიძლება საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მარიამ მოვართოთ. თავათი და ასევე ჩვენი პარტნიორისგან რძის პროდუქტების კომპანია სოფლის ნობათის რჩეულისგან გადმოგეცემა საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. დიდი მადლობა ბატონო რაულ რომ მოგზავნით, წარმატებებს გისურვებთ. გავაცილოთ აპლოდისმენტები ბატონ რაული. ძალიან მადლობელი ვარ ამ გადაცემის, გააცინე და მოიგე. მე რამდენად სერიოზული ვარ, ჯერჯერობით ასეთი გადაცემებისთვის მზადარა ვარ და მიუხედავად ამისა, დროზე შევწყვეტ თამაში და 100 ლარი მოვიგე, მაგრამ ფული არ მაინტერესებდა, დამატებით კიდევ ერთი ხუმრობა წარმოვთქვი, რომელმაც გააცინა ჟიურის წევრები. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენი მეგაპროექტი, გააცინე და მოიგე და შემდეგ მონაწილეს უნდა უხმოთ სცენაზე, რომელიც უკვე კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება. გთხოვთ მივესალმოთ ანა ობგაიძე. აპლოდისმენტები. ყოველ კვირას უყურებ თითქმის. ძალიან სახალისოა, არ არის მოსაბეზრებელი და ყველა ასაკის მქონე შეუძლია გადაცემის ყურება. რამეთი წლის აბიტურიენტიო. სადაბარებ. ილიაში მინდა საერთაშორისო ურთიერთობებზე. შენ თუ დაათმობ და დაათმობ, ცოტა ამ ურთიერთობებს ერეული და რეული რომ გვაქვს ცოტა ამ ქვეყანას. ძალიან კარგი. წარმატებები მინდა გისურვო აუცილებლად. მადლობა. ანა, რას წარმოგვიდგენ დღეს? სხარტულები მაქვს. მავთულები, ქართულები, ჩემი ხელით ჩართულები. ბატონო, კი ბატონო. წყევლებიც მაქვს. წევლებს ჩემსკენ არ მომბრუნდი, აქეთ არაფერი და პირისკენ და წევა ჩემსკენ, წევა ჩემსკენ. გავაფრთხილოთ ანა და დავიწყოთ თამაში. 3 2 1 ექიმს, რომელსაც დაავიწყდა ახალშობილისთვის ტრაკზე ბწკენა, ეს 30 წლის შემდეგ ღამის კლუბში გააკეთა. ხალხურდის ტაკო აქვს. ტრაკი არის. აი რას ნიშნავს პროფესიონალიზმი. პიცის დამტარებელი, რომელიც ავარიაში მოყვა, ჯერ კიდევ თბილი მიიყვანეს საავადმყოფოში. ხელთათმანები უნდა ჩამეცვა, ფიქრობდა ელექტრიკი, მაგრამ ქარი ჰაერონად ფანტავდა მის ფერფლს. მანიაკი, რომელიც გამოსწორების გზაზე იდგა, უფლება მისცეს აპარატზე უიმედოდ შეერთებული პაციენტი გამოერთო. გიორგიმ IQ ტესტი ჩააბარა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გიორგიმ გამოცდაში 10-იანი მიიღო. ქურდებმა პოლიციის უფროსის სახლი გაძარცვეს და იქიდან მხოლოდ ცხოვრობისეული გაკვეთილი გამოიტანეს. როდესაც 7 შვილის მამას მოთმინების ფია ლაივსო, ის 8 შვილის მამა გახდა. ცუდი ხუმრობა, ლომმა ზებრა შეჭამა და ხალხი გზაზე ვეღარ გადადის. ანუ ის დანარჩენი კარგი ხუმრობები იყო. ხო, ესე ჩავთვალე. ნიგან გაეცინა და 50 ლარი შენია ანა. ანუ ლომმა ზებრა შეჭამა და რომელი ზებრა იცი? რომელი? გზაზე რო ზებრა ხატია, ის ზებრა შეუჭამა. დავაი როგორ დაადაბიუკა ის ჩვენ ენაზე რო ვთქვა. დასრულდა. კარგი, 50 ლარი გაქვს ანა. არა. შენ ხო შენთან მოხვედი თუ დაგაძალეს? არა, ჩემით მოედი. არის ხალხი აქ მაგალითად არის მსხვერპლი, გააცინა მოიგე საღადობის ხუთი. კი. გადი თამაშეთ ორე. გადი თამაში აქედან ყოფილა ხო გითხარი არ დაწამოვსულიყავე. და 50 ლარი არის ზოგადად აი გააცინა და მოიგეში. ოღონდ თავიდანვე კონტრაქტს უდებთ ხოლმე მონაწილეებს, რომ მოდიან და თუ ვერ იგებენ
ვაიმე, ჩემებმა არ იცოდნენ და ამომჭერით რა. არა აქციან. გამოვიყარე სახლიდან. ჩემები აქზიანო. ჩვენები აქ არიან. თქვენ ყველა ერთად ხوار გამოიპარეთ სახლიდან. მე ყველა ერთად გამოვ. 50 ლარი გვაქვს, რაც გვახარებს მეგობრებო და ტრადიციული შეკითხვა გავაგზავნო. 25 ლარი. შეგვიძლია არც ვითამაშოთ, 100 ლარს მოგცემთ თუ მიპასუხებთ ვინ არის ალექსანდრე ახალაძე. ვაგრძელებთ, ვითამაშოთ. ვაგრძელებთ. ალექსანდრე ახალაძე არის აი ეს ბიჭი არის ალექსანდრე ახალაძე, ვინც გვიყურებს. კარგით, ვაგრძელებთ თამაშს და ყურადღებით მეგობრებო. 3 კი ვაგრძელებო. კი. 3 2 1 თეა წულუკიანის დიდი ბებიაც პატარა ყოფილა. ავჭალა ისეთი მიკარგული უბანია ჩვენთან პოლიკლინიკაში რა. ფონეიდოსკოპი ექთანს რო ეკარგება, კრუშკიც უსმენენ პაციენტს. თანამედროვე წყევლები. შენ დაგეწვა დედა პლატა. შენ ვერ შეხვედი Facebook-ში. შენ მოყევი ვაშლი ჯვრის საცობში. შენ მოგეცა ჯაჯანიძის. მაგის წყევლები არ მინდა გავარხოლ, არ მინდა. გავდივარ ყოველდღე. მაგ წყევლას გავდივარ ყოველდღე. მე დამწყევლე. 100 ლარი გაქვს გილოცავ ჩემო კარგო მშვენიერი. მიულოცოთ არა 100 ლარი. კიდე. აბიტურიენტი ვარ, არ მყოფნის სასასი აი, ვარ. ვახოთ საყვარელი წყევლარი, შენ ჩაგიდგა ჭაჭებში ჭაჭებში წყალი, მე მიყვარს ძალიან. ალეკოს ესეთი ერთგვარი მისალი მონაგარი. შენ ჩაგიდგა ჭაჭებში წყალი. აი მერგება ისეთი. გავაგრძელოთ, თამაშობთ 200 ლარზე. კი ბატონო. 200 ლარზე ვთამაშობთ. საინტერესოა. გავამხნევოთ მაშინანა. 3 2 1 შენ შეგაყარა არაბიძე მოგებული 1000 ლარი. შენ მოეკეცი ქვევიდან ტოჩინოშინთან სექსის დროს. შენ გადაგიღო ერმალო მაღრაძემ ფილმში. შენ დაგაოჯახა ემზარ კვიციანმა. შენ დაგიჯდა მალხაზიშვილის ჟიურიში. შენ არ გეღირსოს წვანე შუქი დროის ამოწურის შემდეგ. შენ დაგხვდა ქვეით კალაძე. შენზე წყევლა ახდა, ხო? მე ვზივარ ჟიურიში. როდი შეიძლება მიულოცოთ 200 ლარი აბიტურიენტანას აქვს უკვე. ხო ხედავ, ანა, გეხმარები რა. 200 ლარი გაქვს. მადლობა. ეხლა მივიღოთ ეხლა დავფიქრდი, რომ მე ჩუმად ვარ, აღარ დაგეხმარები. ის უღიტინებს იმას, ეხლა რაც ხდება აქ. ის იმას მოგნიოშებული აქ პირიმერე ყველაფერზე ვეღარ იმოშება და არ მთელი ამბავი. ანუ 200 ლარი სადაქაოს შაურმისთვის არ გვეყოფა და კიდე მე. რამდენი დაგალიხათ რა იყო? არამ გაგაცოფათ ასე რატო ხარ? დამშეული რატო ხარ და შენ იმედზე რატო აგიდო მთელი სადაქალო რომ შენ უნდა გამოყვებო. შაურმა საჭმელი რა თავის არსიკოლას აქედა გაგატანთ. აი თუ გამოტანთ. თან დაფიქრდი მალხაზიშვილია ჟიურიში. ხო, წევა. მოდი 200 ლარი და 3 ბოთლი, თითო ბოთლი, ის რა ქვია? არ შეგოლა. არა, აი ჩაურმა და 400. კაი, ნუ მაშინ გავაგრძელოთ რა. გავაგრძელოთ ანუ, თამაშობთ 400 ლარზე. კი. თუ დავკარგეთ თანხა, საერთოდ ვერ აჭვევთ არგები არ შეიცოდე ახლა არ გამაბრაზო, ისე კარგად თამაშობ, რომ არაფრით არ შეიძლება რომ 3 2 1 დრო 10 მიზეზი, როდის შეიძლება ჩამოყალიბდე მანიაკად. როდესაც ფეხის ნეკათიც მიარტყა ლოგინის კუთხეს, როდესაც ხედავ რომ ჯეკი კუდება და ხვდები რომ ტივზე ორივე დაეტეოდნენ აჭარული ხაჭაპურის ლოდინში. ახალ წელს პურის რიგში. როდესაც აუში გადახტომისას აღმოაჩენ რომ ჯიბეში iPhone 7 გიდევს. როდესაც ავტობუსში წინა ადგილი გათავისუფლდება და ვიღაც დაგასწრებს. როდესაც ჩებურეკის წვენი გადაგესმება მაიკაზე. როდესაც არაბიძე გაიცინებს და ბიჭიყაშვილი ვერ შეამჩნევს. როდესაც შენ შეყვარებულს ჰერპესი აქვს და იქსე-იქსავე ვითომც არაფერი რა. როცა Facebook-ის 26-ასოიანი პაროლი გეშლება და თავიდან გიწევს ჩაწერა. ჭორები. ირაკლი კობახიძის შუბლზე ქონია ტყლიპი და მაგიტო აქ ეგეთი ჩოლკა. ეკაბესელია თურმე სიგარეტს ეწევა. ლედი გაგა ყოფილა კაცი და ნამდვილი სახელი და გვარი ყოფილა გაგა ლედი. ჭყონია სტარხუნის ლიმონათი ყვარებია. ემაიც აპლოდისმენტებს დაუკრა. აი ეს შენი მწვანე შუქი. ხედავ? სანდომა გამოიღენა შანსი, სანდომს მოეწონა. სანდომ შანსი. 200 ლარი შეიმარჯვნა. ანა მიულოცოთ, მაგრამ ნახოთ ხო არ აგძელებს შემთხვევით თამაშს.
მე გირჩევ 200 ლარი იმყოფინო შაურმაზე და სანდომიც მიაყოლოთ მე სადაქალომ. და არა მარტო სანდომი. არა, მე მაგარი სადაქალო და დიდი სადაქალო ყოლია და უკვე რო გავცხრილოთ ის დროა. ხო. მართალი ხარ. თან თუ წააგებ, დაკარგავ ბევრ დაქალს. მე გეყოფა. აწყენია 200 ლარი. აუ აგრძელებ. მართლა. აგრძელებ. როგორი გადაწყვეტილება? 400 ლარზე ვთამაშობთ, მეგობრებო. კი ბატონო. ხედავ რა ჟინიანია, მომწონს. ჟინიანია. ყურადღებით მეგობრებო, გავაფრთხილოთ დანა. ხუმრობები თუ გასეთი რომ ოკეი. მე მაინც გირჩევდი, მაგრამ ავიც. დადელ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ანამ, გავაგზავნოთ. დარწმუნებული ხარ? შაურმა ან არის, ან აღარ არის შაურმა. აუ! აუ! შერეული, მაიონეზი, აუ! ჩავრთო? თუ ავიღოთ 200 ლარი. არა, ჩართეთ. ჩავრთოთ კი ბატონო. და მე წიწაკიანი შაურმა. რა შაურმაზე თქვა უარის 3 2 1. კალაზე წუჩები და მუხლები ქონია დაბერილი. მარკუს მეტრეველი ყოფილა დათოებანოიძე და მამამისი არ ეუბნებოდა რომ მღერის. ვანო ჯავახიშვილმა თურმე ვიწრო ტულსიკებს ხმარობს და თავი მაგიტო აქ გაბერილი რა, ქვემოთ უჭერს და თურმე ხატია წერეთელი იჩემებს მომღერალი ვარო. გოგოს მიზეზები რატო აგვიანებს პაემანზე. დაქალს გავყევი პანაშვიდზე, 6 ჭიკა ყავა მაქვს დალეული და გაგცდი. 5 თეთრიანი არ მქონდა და 70 სართულიდან ფეხით ჩამოვედი. მამა არ გამომიშვა და ბოლოს თოკი გავწყვიტე. ის ტოტი მომიტყდა, რომელზეც ვიჯექი. გასაუბრებაზე ვიყავი და აღარ მიყვარხარ. შენი სახელი გავჩხრიყე და კაი ბიჭი ყოფილხარ. ძიძე ვიყავი შესული, უმცროს ბიჭს ვაცილებდი ჯარში. ბალის ჩამოვარტყი თავი 2 საათით და გავითიშე, დამეძინა რა. ტარაკებს ვეძებდი ბუნკერში, დღეს მევიხდი. სალონში ვიყავი კისრის ამოსაღებად. შენ რო ყავს ისეთი მანქანა დამეჯახა, ზუსტად იგივე ნომრებით. გააცინე სცენარს ვწერდი. ჩემა კატამ ჩაისვა რა ისევ, დედას დავშორდი. დაქალს გავყევი პანაშვიდზე რა. და ვიქ რაღაც სიტუაცია იყო ისეთი, რომ ვერ მოვედი ვერანაირად. ამბიციები კარგია. კარგია. ჩავეტიეთ დროში და ასრულა ყველაფერი, არა მიულოცოთ, მაგრამ 200 ლარი ვერ მოიგო. რა დამატებითიც მოგეცით, სანდომა მაგრამ მოგცა შანსი, ალეკო მოგცა შანსი, ნიკამ მოგცა შანსი, ვახო მოგცა შანსი. არა უშავს. ებლა, კრულბლა, ყველაფერი. ჯერ პატარა ხარ და მაგრამ ძალიან აზარტული ყოფილხარ. დაქალებო დაინახე, დაუფასეთ შრომა, უფრო კარგი უნდოდა თქვენთვის. აღარ ყავს დაქალება. აშო, დაგშორდნენ დაქალებო. არა, ხელფასები ახლა 10-ში მიწევს და აჰა, მაინც რაღაცას იზა. რაღაცას ვიზა. მანამდე ჩვენი პროდუქციით, ესე ვთქვათ, ჩვენი პარტნიორების პროდუქციით დააფურე, არ არის პრობლემა. კომპანია სანდომისგან, ჩვენი პარტნიორისგან გადმოგეცემა საკუთარი პროდუქციის მარტოა სარწმუნოები, მადლობა მარიამ. და ასევე ნინი მოგართვევს კომპანია სოფლის ნობათის რჩეულის გზის პროდუქტების მარტოა. იმენ დიდი მადლობა ანას. ნახვამდის. აზარტულს და ესე ვთქვათ, კარგ მოთამაშეს, რომელსაც სამწუხაროდ ახლა ვერ მოიგო, მაგრამ ძალიან კარგი თამაშით დაამახსოვრა ჩვენს ტელემაყურებელს თავი. ალბათ კარგი გამოსვლა მქონდა, მაგრამ აიც ეს ჟილკი მქონდა 400 ლარის და არ შევწყვიტე რა თამაში. არ ვნანობ. გავაგზავნებთ ჩვენი შოუ და შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ ასმათ ბეჟანიშვილი. იმიტომ მიყვარს გაიცინე და მოიგე რომ ხალხს ეხმარება. განა მარტო მე ხალხის ტელევიზია არის. ეს ტელევიზია და იმიტომ მიყვარს და უყურებ. სამსახურის ექთნად ვიმუშავე 35 წელი და იქიდან ყვები კურიოზებს. ორჯერ ვიყავი, ეხლა მოვდივარ მესამედ. გამოვიდე ორჯერვე 1000 ლარი და არ მიყვარდეს რუსთავი 2 მიყვარს. დაგეხმარებით გაბატონოას. მომდანდით. ესი არ ვიყავი, მაგრამ ხდი გამარჯობა. გამარჯობათ, გაბატონოასვათ, როგორ ბრძანდებით? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? ორივენი ალეკოც მიყვარს და თქვენც მიყვართ. გაიხარეთ, მიყვარხარ. მე ძალიან ასე მგონია თქვენი ოჯახის წევრი ვარ. კი ბატონო. სუპელანი მიყვარხართ. ალეკოს მკაცრიაო, მაგრამ მე ისე მიყვარს ალეკო. მე საერთოდ არა ვარ მკაცრი. ისა. მკაცრი, ახლა იმიტომ ხართ, რომ წელქვევით არ მიყვარს ხუმრობა წელზე. ექს იმკაცრია? აბა, როგორ შეიძლება იქ? რანაირად შეიძლება ეს? მე მახსოვს თქვენი ისტორია, ნუ წელწქვევითი იუმორს რაც შეეხება ის მართალს ბრძანებს ალეკო ამ შემთხვევაში, რომ ჯობია უფრო კორექტული ხუმრობები იყოს.
მაგრამ თქვენი მოყოლილი ამბავი კაცრო ხელი ქონდა მოტეხილი, ხო? ფეხი. ფეხი მოიტეხა, ხო, რა მნიშვნელობა აქვს? როგორ მოტეხა მისმაცოლმა ძალიან სასაცილოდ მოყევით. მოგიყე კიდე? არა, კიდე აღარ შეიძლება. გვახსოვს ეგ ისტორია და ანუ ძალიან გამიხარდა რომ დაგინახეთ და გვესტუმრეთ, საინტერესო მოთამაშე ბრძანდებით და ძალიან კარგი ისტორიები. სიმართლეებს ავყვები, სასწრაფოდან ავყვები, არაფერი მოგონილი არ არის. რა ანეკდოტებში და ვყვები სიმართლეს. 35 წელი ვიმუშავე სასწრაფოში და იქიდან ამოკრეფილი მაქვს კურიოზები. მეუბნებია როგორ დაიმახსოვრე თანამშრომლები და ეს რომელი სასწრაფოა? სათივე და სატივეში. სათივე და სატივე. დავიწყოთ ეგრევე. პირდაპირ დავიწყებთ? პირველად კი ჩართეთ. კი ბატონო. გავამხრევთ ერთი გამოვიცოდებით გაბატონი ასვათი. აცალე შესავალს აკეთებს 10 წამიანს. არ გავაკეთებ ეგრევე დავიწყე. არა, ეგრევე. კი. ეგრევე მართლა? კი, პირველათი რომ დავიწყე. 3 2 პირველათი მოვიგი 1000 ლარი. თქვი რომ მე უნდა ვიყიდო სარეცხის მანქანა და დავაწერო ჩარტი ჯერტი. 3 2 1. რუსთავი 2 უნდა დავაწერო მეთქი. მართალია, ავიღე თუ არა, არავის მანეთი ლარი არ მივეცი და ვიყიდე სარეცხის მანქანა ჰაისენსი და დავაწერე რუსთავი 2. გაკრული უყურებთ რუსთავი 2-ს. ანუ სარეცხ მანქანას. არა, სულ უყურებ ხოლმე. სარეცხი მანქანას. საერთოდ. ჩამარ სარეცხ მანქანას ჩვენ. კი. მეორეთი რომ ვიყავი დანგრეული მქონდა ცოტა აბანოში ხო უნდა შემეტანა ეს შეფუთული ისა და შევიტანე კოხტად იმ ფულით გავარემონტე აბანო და მიდის გრიალი და რო დამირეკავენ ხოლმე სადა ხარ რუსთავი 2-ში ვზივარ მეუბნები გილოცავთ გაბატონო ასვათ მოიგეთ კიდევ აი ნეტა შეიძლება შემამოწმოთ ეგრეა ჩემ აბანო საწერია რუსთავი 2 40 ლარი მიულოცავთ გაბატონო სასაცილო ისტორია მიდის გრიალი ყველას თავის უსტავრი 50 ლარი თქვენია. კი, ძალიან ანუ თქვენ ჩვენთან მოიგეთ ორჯერ 1000 ლარი, ხო? კი, და რა ვიცი, შემაფასე თუ არ მეკუთვნის, ნუ მომცემ. არა, იმას აღარ წაგართმევთ, რაც მოგებული გაქვთ. დღეს ვნახოთ. ძალიან უბედურ დროს მომიწია ერთნათ მუშაობა. შუშის ის იყო შპრიცები ხოლმე, ხარშავდით. მოვიდოდით გამოძახებიდან უნდა გამდინარე წყალში გამოგვეხარშა დროში გამდინარე წყალში უნდა სისხლიანი შპრიცები მერე უნდა დამდგარიყავით კიდევ სითხეში ჩაგველაგებინა მერე იქიდან კიდევ 45 წუთი ისევ გამდინარეში და უნდა გამოგვეხარშა შემომივარდე ერთი კაცი და რა საკეთებ ქალბატონო მამა მიკუდებაო მეუბნები ხარშა არა და გაზზე იყო რა სახარშავ მე შენიო კამეჩის ხორცი ხარანიო ესა რა სახარშავო ხო და აი ეგეთ უბედურ დღეში სასწრაფოს მანქანები იყო კიდე მაღლა მარწყვის ვედრები ჰქონდა დაფარებული მიგალკების მაგინდა ყველას ფუსარა ნახდა ეგრე იყო ნახდა ხო და ერთი წუთი გაბატონოს 100 ლარი მოიგეთ გილოცავ დროში ხო არ მოყვებით ისტორიას მე შეიძლება არ მოხდეს რაღაცა ნამდვილად რო ეგრე იყო ხოლმე ხო გავაგრძელოთ მე როგორც მივხვდი 1000 ლარზე ხართ ჩამოსული ხო 1000 ლარი ერთ ბოლოს ვიტყვი რაზეც ამჭირდება ჯერ მოიგეთ ხო იქნება ჯერ გადახტე და ხო ამერე დავიძრა ხო მარწყვის ვედრები ძალიან სასაცილოა ესეთ რამე არ გავიჟვედრები ვაი ნადა აი მარწყვის პატარა ვედრები რა ისინი ეფარათ მიგალკათ ერთხელ ფეხბურთზე ჩვენ დავდიოდით ხოლმე და ვარჩავთ როგორ სამი ფეხბურთზეც მივდიოდით სადახარ დავდიოდით ხოლმე მაშინ მილიცია იყო და არ აყავდათ იმდენი მანქანები და რო გავიდოდით იქა ხოლმე ბურთი მოხვდა ერთხელ ამ მიგალკასა და ზუჩა იმშყრა 200 ლარი კი არა და 200 ლარი ხო? რამდენი მოიგეთ? საჯები ფეხბურთის იმას კი არ აღიდგნენ და იცინოდნენ ეს რა აფარიაო მაგრამ 200 ლარი მოიგეთ გილოცავთ გაბატონო ასვათს ნამდვილად სახალხო ისტორიებია ისტორიას ავყვები ნამდვილად სიმართლეს ერძელი ჩავთოთ ვაგრძელებთ გავამხროთ აბლოდისმენტები თამაშობთ 400 ლარი დიდი ხანი ლაპარაკეს ხალხიც დაიღალა
ისა ერთხელ ისა ჩვენ დაგვყავდა ხოლმე ფსიქიატრიული ავადმყოფები სულ ქუთაისში მივერეკებოდი და ზუიცახდნენ ბატონო რა გჭირთ ხალხო რამ დაგაგიჟათ ამ გორელებსაო და ერთი გიჟი გაგვექცა და ავიდა ხეზე ეხვეწებიან ეს პოლიციელებიც მოგდევენ ჩამოდიო ისა ზღვაზე მიყვე ხარ ქუთაისშიო და მე თქვენი დედა თქვენი სად იყო ქუთაისში ზღვაიო გიჟი ეუბნება ხიდანა როგორც იყო ჩამოვედით და თურმე გიჟი კი არ ყოფილა ეს კაცი დათვრება სიდედრს ეჩხუბება ეს სიდედრიცა წაიყვანს საგიჟეთში ჩააბარებს იქა ისე გამოუშვებენ ამა გიჟი რო არ იყო როგორ დატოვენ და მოდით აქაო თერჯოლე იყო თუ სადღაც წინსკალასკენ მივდიოდით აქაო დეიდა მყავსო კარგა გაქეიფებთ გიჟი არა ვარო მეო წამომიყვანე ეს იმაზეო და ეგრეთ იმაზე დავდიოდით ხოლმე რა უბედურ დღეში ვიყავით ხოლმე ერთხელ კიდევა გაიცინა ნიკას ვაი ჩაუთავო 400 ლარი მოიგეთ გილოცავ ქალბატონო ასმათ ახლა ერთი წუთით დავწყნარდეთ შევაფასოთ სიტუაცია დამატებითი დრო იყო ნიკოლოს გაეცი და გაეღიმა დამატებით დროში უკვე დამთავრებულ ისტორიაში ცოტა უღელა ხო ფაქტობრივად ისეთი ღიმილი იყო ალბათ რა ჰა ქალბატონო ასმათ 400 ლარი იქნებ ამაზე შევჯერდეთ და იქნებ დავფიქრდეთ იმიტომ რომ ძალიან გული დამწყდება 400 ლარი რო წააგოთ ძალიან კარგი ისტორია უნდა გქონდეთ მაშინ ახლა 1000 ლარზე მაგ ერთი ისტორია დავარავი ხო მაგრამ ნახეთ ახლა ეს ისტორია მოყევით დამატებით დროც მოგეცით და მაგარს მოუყვები ძალიან გული დამწყდება 400 ლარს თუ წააგებთ. იმიტომ რომ ბოლოსში ნიკას სადაც გაიღიმა საერთოდ არ იყო მანდ გასაღიმებელი. ნუ ეხლა ძალიან ინდივიდუალურია. ეს ვიტყვი მაგარია მე მგონი უნდა გაიცინოთ მაგაზე რა ვიცი. სასაცილოა. ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებ რაც არის. თამაშობ 1000 ლარზე. თამაშობ 1000 ლარზე. რაც იქნება ის. ძალიან კარგი ისტორია უნდა იყოს ქალბატონო ასმათ მე თქვენსკენ ვარ. ნამდვილად მაგარი ისტორია. ყურადღებით მეგობრებო 3 2 1 გავედით გამოძახებაზე დავიგვიანეთ ცოტა სასწრაფო დააგვიანა ახლა 112-მა ძალიან ბევრი გამოძახებები გადმოგცა და ერთი კაცი დაგვიხვდა სადა ხართ მე თქვენი დაეკიდა ამ კარებსა და აღარ მიდის ეს კაცი და ეკი მეუნია წადი აქედანა გამეცალეო თორე არ ვიცი რას ვიზავო არ ეშვება არა და მანქანაი გადაგივლის ზედაო და ამ კაცმა არა და არ წავიდა და ამ ქალმა იმანა ექიმმა უთხრა თბილისელი ექიმი იყო ჩასხმული გოგო გააჩერდიო თორე ეხლავე პატრულს დაურეკავო ბოდიში მაყურებელსა თქვენ დამასკდით და ისიცაო პატრულიცაო გადახდა ეს ექიმი და მართლა არ დაასკდა ამ კაცსა წაიქცა ესა და ამ სუთოლში ამ ისაქნა სუთოლში მოისვარა და ის ცოლი მადლობას გვიხდი და მცულოთიო მთელი დღე და ღამე ბიჟაზე ეგდო და ლოთობდაო და ანუ თქვენ გეგონათ რომ ესეთი ცოტა უწმაწური ისტორია რომ მოგეყოლათ უფრო სასაცილო იქნებოდათ და მაგრამ მარწყვის ვედრები ჯობდა მაგას გაცილებით მარწყვის ვედრები ძალიან ჯობდა ამ ისტორიას ნამდვილად ქალბატონო ასმათ დავეთანხმები ჟიურისწავლებს ძალიან დამწყდა გული ახლა რომ თქვენ ვერ მოიგეთ თანხა მაგრამ მაინც არ გაგიშვებთ ხელსარიდან ჩვენი გადაცემიდან ჩვენი პარტნიორისგან კომპანია სანდომისგან გადმოგცემთ ხო მაგრამ საკუთარი პროდუქციის პარტნიორ ასორტიმენტს პარია ხო ეს თქვენ და ასევე ჩვენი პარტნიორისგან სოფლის ნობათის რჩეულისგან გადმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ეს თქვენ დაეხმარება ნინი აი მართალია ეხლა წავაგე მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რომ ესეთი გადაცემა არის მოვიდნენ მობრძანდნენ ვისაც აქვს უნარი რომ გააცინოს ჟიურის წევრები და მოიგო. მადლობელი ვარ, ხო არ მოვიგე ახლა, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ, რომ ამდენ ხალხს გვერდში უდგი, ამდენ გაჭირვებულ ხალხს. გავაგრძელოთ ჩვენი შოუ, სანამ გავაგრძელებთ, გეტყვით ჩვენი გადაცემის ჩვენი შოუს პარტნიორია გამაგრილებელი სასმელი არსიკოლა იგზნით ცხოვრების არსი, ასევე ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი და ჩვენი შოუს პარტნიორია კომპანია სოფლის ნობათის რჩეული, რომელიც საღირძისგან დამზადებულ პროდუქტებს, არაჟანს, რძეს, მაწონს და იოგურტს აწარმოებს. აპლოდისმენტები შეიძლება ჩვენს პარტნიორებს და შემდეგი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ
ბატონი გოჩა ბარბაკაძე, გთხოვთ მივესალმოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია, სახალხო პროექტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირველ რიგში იმიტომ გადავწყვიტე ამ გადაცემაში მოსვლა, რომ წერ ხუმრობებს ჩემით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებით ამ ხუმრობებს. ნუ ძირითადად კალაძეები, ახალი მიმდინარეობა, სხარტულები და რაღაც მონოლოგებიც მაქვს, მონოლოგის მაგვარი. 1000 ლარზე ვითამაშებ. აპირებ. გამარჯობა გოჩა. გამარჯობა, კარგად გოჩა, მადლობა. გამარჯობა. გოჩა, შენ ჩვენთან პირველად ხარ, ხო? არა, ადრე ვიყავი 1-5 წლის წინ ალბათ რა. ახლა გაზრდილი ხარ ახლა იმის მერე. მე ვერ გიცარი მაგალითად. საყვარელი პოლიტიკოსია დონალდ ტრამპი. კი. კარგად აურჩევია რა გინდა. ნაბახუსებზე ხშირად ხარ ხოლმე? აუ ცუდი ისა მაქვს, ეგრეთ წოდებული პახმელი, აი ძალიან საშინელი და გამარჯობა. ხშირად მithქვამს უარი რა, დალევაზე მაგის გამო. პახმელის გამო და რაღაც მეთოდებს მიმართავ ხოლმე რა. აგრეთ არ გაქვს რეცეპტები საკუთარი. ვერ გეტყვით. კი. ვერ გეტყვი? რეცეპტი გაგვანდე, მაგალითად მე ცოტა ისეთი რეცეპტია რა. უარიყო პახმელიაზე. არსებობს რაღაცები, რასაც აქვს საკუთარი მეთოდები ხალხს მე მაგალითად ძალიან კარგად ვიცნობდი ერთი პერიოდი საბურთალოს ეკიპაჟის სასწრაფოების, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიძახებდი ნაბახუსებზე. და მე წამლებიც დამილევია მაგალითად რაღაც წამლებიც არსებობს, მაგრამ არ გამოყავ იმდენად. აი ალეგოს მაგალითად საერთოდ არ აწუხებს ეს. ხო. არა, მისთვის ახლა ჩინურზე ვსაუბრობ ჩვეულებრივად. ამიტომ დავიწყოთ თამაში. ამიტომ დავიწყოთ თამაში და რაც გვესმის. ვილაპარაკოთ, რაც გვესმის ყველა ძალიან კარგად ჩვენს ტელემაყურებლებსაც მოდი მივხედოთ იმ საქმეს. მეგონი ჩვენ ტელემაყურებლების 80%-ს აწუხებს ნაბახუსებს. ახლა როსის ტელევიზორ და მე რომ ახველია დღეს მეთქე გადავაგორე. არა მე ძალიან ასე გვეუბნებ. იმას ვეტყვი, სად არის, აბა იყურება აქ, ძალიან მაქვს ახმელია. გოჩა, რა სტილის ხუმრობები გაქვს, ანუ რა ხუმრობები? რაღაცები მაქვს, აი კალაძეები მაქვს მაგალითად, ეს ახალი მიმდინარეობა პირველად გააცინე და მოიგეში. იყო თქვენთან, მაგრამ კალაძეები არ ყოფილა გააცინე და მოიგეში. ვა. ახალი. აი, მაშინ დავიწყოთ. რა ვიცი, ხარტულები და რაღაცა. მერი აფინანსებს ამ ჟანრს თვითონ? ხო, მერი თავად. თავად მერი აფინანსებს. ძალიან მეუწონთ ბატონ კახის ეს აქციელი ნამდვილად. კი. აბა? ჩავთოთ დრო პირდაპირ? კი, ჩავთოთ. 3 2 1 იჰა! აცხადებს ალეკო მალხაზიშვილი. კარგია. ოროცდაათი ლარი მივცეთ. თან გველოდებოდა. კი, ვიცოდი. ჯერო და 50 ლარი გაქვს. გოჩა? კარგად. კაია, იჰაში 50 ლარი კაია. იჰა, კარგად. როგორ ამბობ იჰას? იჰა! აგას იჰა! ახლა ნიკარაბიძე რასაც ხადებს, მე ვახობიჯი გაშვილი და მე კი გაქვს მე 400 ლარი. ვაგზელებ თამაში, ხო რა თქმა თუ მარტო ეს ხონდა. მარტო ეს ხარ ხონდა. არა, რაღაცები მაქვს. 50 ლარი გვაქვს, შეგვიძლია შევწყვიტოთ. არა, ვითამაშე, სათამაშო თარ მოსულ ველოსიპედი უნდა ვიყიდო. რაღაცა 200 და რაღაც თანხები და. ისე რა არის ველოსიპედი? 200 ლარად მაძლევენ, თან power bank-ს ვაძლევ. ნუ 200 ლარი და power bank-ი. ხო მეგრე? 200 ლარად, აი ეს თაგზის და. კი, ველოსიპედის აქ არის უკვე სტუდიაშია. აქ არის და ისე არ მაძლევს რა. ბოტანილია სტუდიაში ველოსიპედი. ანუ პირდაპირ ფული მივცეთ თუ მოიგებ მეგრელას, ხო? ხო, პირდაპირ 200 გადაეცით და power bank სახში მივცემ და 200 ჩემსკენ. კი ბატონო. მე მგონი საინტერესო. საბურავი გვაქვს უკვე ერთი. კაი, გავაგზავნოთ. ყურადღებით მეგობრებო, თამაშობთ 100 ლარზე 3 2 1. პატარა რომ ვიყავი, მამაჩემა ჩოგნით მცემა, როჯერ ფედერერი. დღევანდელ ქალს ხვალინდელი კაცი მირჩევნია, აცხადებს ელტონ ჯონი. გრიშა ონიანმა ჰელოვინზე ბადრი შუბლაძე ამოიცვა. რაღაც დაირი ხუმრობა. ასლარი მოიგე. აქ ისე მიხამ ხონდა და მაგას ველოდებოდი. რაღაც ნევას გზნობს გოჩა, იცი? აი დარბაზის წნევას, განწყობას გზნობს და ელოდება, იცის რომ წამოიღებს რა. 100 ლარი მოიგე, გილოცავ. ობრავა. რამა ნაკიდი გაქვს. კაი, მოდი გავაგზავნოთ. გავაგზავნოთ. მეგობრებო, 3 2 1.
აცხადებს ბრიუსლი. რუჩკებს არენდოთ, აცხადებს მიცვალებული. დედაჩემი არ მცემდა და მეზობლები სულ ეუბნებოდნენ, რომ ლეო უნდა ცემო, თუ გინდა რომ დიდი კაცი გამოვიდეს ლიონელ მესი. ტიტველი ქალები არ არსებობენ, ტინტო ბრასო. უტრაკო კაცმა გული გააწყალა. ზორომ ძეხვი იცნო. როგორც იქნა სექსუალური მანიაკიც პაზავი მინია საბოი იაპრიდუს კოზლიე ნოჩი აცხადებს ალა პუგაჩოვა. შევარდნაძემ საიქიოში ნათელი გამორთო. რიოს კარნავალზე მოცეკვავეს ცეკვის დროს დუნდულა იღრძო, ამ ცეკვის დროს დუნდულა იღრძო. პატარა რომ ვიყავი მამამ $100 ფცემა. ბილ გეიტსი, ფული რო აქვს ბევრი. ნიკამ გაიგებოდა გვაქვს. ველოსიპედის სტუდიაში. კანეგიმო სუგინა გავამეოროთ. ის დააჭირე. ნათელი იყო თუ იღიმოდი ვერ მითხარი, არ დავაჭერდი, არ გამოვიყენებდი. ნათელზე წამოყევი ეთქობა. ხო, ნათელზე ნათელი კარგი ხუმრობა იყო ნამდვილად. $200 გვაქვს. 200 ველოსიპედის სტუდიაში. არა 200 არ ყოფთით 400 უნდა რა ამბიციური არ ვარ და რაღაც მაგრამ 400 ლარი მჭირდება რა ვილაკიც გამოგენებულია სხვა დროს ვიყიდი ხო მე ხარ ავქრათ ვითამაშოთ 400 ლარზე რო გითხრა 200 ლარი აიღე და შანსი გამოყენებულია ადიტკო ვერ გეტყვი იმიტომ რომ გააქვს საინტერესო არა რა ხდება უყურე საინტერესო აქვს მაგრამ მე მაინც უნდა გავაფრთხილე იმიტომ რომ 10 წამი გამოვიყენეთ დამატებით სანდომა საფიქრი ამბავია მოკლედ რა უნდა დაფიქრდე ახლა ერთ წუთში ან გააცინებ არ გაგეცინებათ არა უშავს ხო იჰაც სხვა დროს ვიყიდი კი ბატონო ესე იგი ვაგრძელებთ ვაგრძელებთ თამაშობთ 400 ლარზე კალეგარი 3 2 1 თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ცხენი ქართველმა ბავშვებმა დააგემოვნეს. ზორო ცხენი ქართველმა ბავშვებმა შეჭამეს. სწორნაწლავზე გამავალ გაზებს, რომლებიც თავზე გროვდება, კუილი ეწოდება. მე დედაშენი ვარ, ბიძაშენიც და მამაშენიც, ოსვალდო რიოსი. კაიბიჯის და გათხოვდა და საქციელი ახსნა ოჯახში. ფანტომასი თმიანი კაცების გალია შეაგდეს. ადრე ამდგარ კურდღელს წევარი დაეწია. თქვენ აქედანაც გინდათ და იქედანაც გინდათ აცხადებს თემურ ქეძბაია. გაჭირებულ გეის აღმართზე ელტონ ჯონი წამოეწია. ქუთაისელმა რემბომ ცოლის აბერძნეთში გაუშვა. უსაქურმა კაცმა მახათი გაღუნა. გოჩა, მე გეტყვი რამ გააფუჭა საქმე და მე მგონი შენ თუნდაც ხვდები რა. აი მუწმაწურობამ, რაც საერთოდ ამღუპელი ხუმრობით შემდეგი ხუმრობებიც რაც ანუ ხო ხვდები. რაღაც გატეხა მოკლედ რა. უკვე ისეთი მოთამაშე მოიგებდი, მაგრამ არასაინტერესო მოთამაშე გაქხა და ავტომატურად ჟიურისთვისაც, მაყურებლისთვისაც და ტელემაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ არა იყო ახლა ამას ჩვენ ყველაფერს უნდა რაღაცა დუ დავადოთ და ასე შემდეგ და ედო უკვე ეთერში. აი არა უშო. სამწუხაროა. სამწუხაროდ. თან ხავერ მიგვაქვს, მაგრამ მიგვაქვს პრიზები ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სანდომისგან საკუთარი პროდუქციის პარტნიორს. შეიძლება მარიამ მივართოთ კალათი. გოჩას და ასევე ჩვენი პარტნიორისგან, სოფლის ნობათის რჩეულისგან საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ასევე როგორც ჩვენი ელინინი მოგართვა. გოჩა. და აპლოდისმენტები დარბაზისგან, მეგობრისგან. წარმატებები უშუალოდ გოჩას. ნუ წელსკვევით იუმორს ძალიან იშვიათად ვიყენებ ზოგადად ურთიერთობაშიც კი, მეგობრებთან ხუმრობაშიც კი. და სამწუხაროდ აი წესთქვევით ხუმრობის შემდეგ რაღაცა შავარდა, რაც არ ხუმრობები ყოფილიყო, ყველა ხუმრობა ვარდებოდა ძალიან ცუდად, ნეგატიურად მოქმედებდა და რა ვიცი, არა უშავს. მე მგონი კი არა უშავს. მადლობა პროექტს, დიდი მადლობა ბიჭებს და დიდი მადლობა მაყურებელს. გავაგზავნეთ ჩვენი შოუ ბატონო ალეკო და კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც კომპანია სანდომის ოთახში სათამაშოდ ემზადება, გახლავთ გიორგი კოდერძიშვილი. გთხოვთ მივესალმოთ. იმიტომ რომ ყოველ ხუთშაბათს გადაცემა პროფილის შემდეგ უყურებ ხოლმე და კაი გადაცემაა და მომწონს თუ ხალხს ეხმარება, ვიღაცა მაიგებს, ვიღაცა არ მაიგებს გაბრაზდება და ეგრე ხდება ხოლმე ყოველთვის.
საერთოდ უყურებ ხოლმე გააცინე და მოიგებს კომედი შოუს და ყველანაირ გადაცემებს უყურებ ხოლმე რუსთავიორის ეთერში. მოიგებ, წარმოიგებ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ეთერში გამოვა. დროებით უმუშევარი. კი ბატონო, ისე სად გიმუშავიათ? სანამ უმუშევარი გახდებოდით. სახელმწიფო სტრუქტურაში არსად. აჰა. რა მომამზადეთ ბატონო გიორგი? რაც მე თავს გადახდენია და ცოტა ნამდვილი ამბები. ზოგი ნამდვილი, ზოგი უნამდვილო და ზოგი მოგონილი. ძალიან კარგი, შენიერი. და წარმატებას მოდი გისურვებ. დავიწყოთ ბატონო ალეკო. დავიწყოთ. დავიწყოთ? კი, დავიწყოთ. შესავალი გაქვს. 10 წამის შემდეგ ავტომატურად ჩაერთვებათ, რომ ამიტომ გეუბნებით. შესავალი 10 წამში შეცადეთ რომ ჩაატიოთ. კი ბატონო. ხელი მქონა გაჭრილი ცერათით შუას, ეხლაც რამე მეტყობა ახადან. და შეხვევად რომ დავდიოდი, ეგთანმა შეახვია. და ეგ რო შეახვია, გავიდა მაკრატლის გამოსატანებთან. ჩართე 3 2 1 მეთქი სანამ ეს მაკრატეს მაიტანს ჟაჟი კარგის ავანთე რომ მოჭრილა წავიდე მე წავიდოდი მე თხარებოდა და ჟაჟი კარგი რო ავანთე აბურბურდა ფლიან ხელოსა გილოცავთ 50 ლარი მოიგეთ ბატონო გიორგი. გაეცინა ალეკოს თქვენს წარმოსახვითი იუმორია რა, აი როგორ ეს ყველაფერი როგორ სპეციფიკებით ადამიანის მე უკვე დადიოდით უფრო დიდი მონაკვეთის შესახვევად, იმიტომ რომ დაგეწვათ ხელი სავარაუდოდ ცოტა მაინც. კარგი 50 ლარი გაქვთ გიორგი, ვაგრძელებთ? ეს ნამდვილი ამბავი მოყევით თუ ნამდვილია. მართლა? ვაგრძელებთ თამაშს ყურადღებით მეგობრებო 3 2 1 მე რო აბურბოდა ვაიმე ექიმა მეშველე მეთქი იმას უფრო შეეშინდა ორი კრუგი დაარტყა და გავიდა ვაიმე მეშველე ალიქას ასტრაფო გამაიძახე რამე ეკეთ და ეკეთ რუში ჩავყავი ხალი რომ მე დემეწვა რა მთლიანი ხალი რუში ჩავყავი და გამაიძახე სასტრაფო და რომ მოვიდა სასტრაფო აბა პაციენტი სად არისო ბიჭები აგე რუშიზის ხალიო და უცებ ამახანეს ავატყოფოში რა მთლიანი ხალი დემეწვა ფანერკა დამალე რამელა აბა მიყვანეს და ეხლა ეკიდან მოვდივარ რომ ავატყოფიდან გამოვიდა სწრაფად მე კიდე ყავ გაჩერებულმა ქალაფარდება ტაკე ვაიმე გილოცავთ 100 ლარი თქვენია ბატონო გიორგი. მივაგენი, ჩემი იუმორს მივაგენი. შენი კაცია მოსული ალეკო. აი ეს კიდე ყავ გაჩერებულ მანქანას არ დაეტანა. ეს მაგარია. ხელდამწვარი კაცი ფანერა. არა და ყველა შეუძლია მოყვეს გავისი. კიდე აღარ დავეჯახი კაცო. გაჩერებული. 100 ლარი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. ალეკოს ეცინება. რაცა გადავხედო. აბა გადახედე რა ხდება? რა თქმა უნდა გადახედო, გაიხსენეთ, რა მოხდა? რაც გინდა ჩაულებრივი გავაგზავნო. გავაგზავნოთ. აბოლისმენტები მეგობრებს. ბატონო გიორგი, დაფიქრდით, თუ მართლა არა გაქვთ სასაცილო ისტორიები, ჯობია 100 ლარიც არ არის იყო გადაწყვეტილი ადამიანმა. რატო უტრიალებთ ბატონო ალეკო აქეთი? არა, რატომ უტრიალებთ? იცი ზოგადად სხვა რაღაცებზეც რაღაცები გავიხსენებთ და კიდევ რა ვიცი, რა ეცნება სხვა რაღაცებზეც და საბედის მონახევრეა ხო? საბედის მონახევრეაო. საბედის მონახევრე 200 ლარი ჯობია 100 ლარსო კაცო თქვა. ეს უკვე დროშია ეს ყველაფერი? არაფერი, ეხლა შართავ დროს. 3 2 1 ჩემს დედინათ ვარ სელიკო ხია და იხნია თელიკო დავარქვი. ხორცი ვიყიდე ბაზარზე და სახში რომ მივიტანე, ოჯახში დღეს ფილო ამ ხორცს ცოტა სუნივით ახო. არა უშავ რა მეთქე ახლა გვიანი იყო იმ ხორცს უკან ვეღარ დავაბრუნე. შეწვის თავ ჭამეთ და მეორე დღეს გავედი და საყვადური უთხარი. ბეჯო, შენ გარო გუშინ ხორცი ვიყიდე, ცოტა სუნი ჰქონა მეთქე და რა მეთქე იცი? რა ქელი მერეო აგ დამპალ ახალ მერე ვოთლო ვიბარა ვოთ გიოცა არაფერი ამის აღარ უნდა. არაფერი არ უნდა ამის ისტორია. ამის და გაყიდე. 200 ლარი თქვენია გილოცა. რაღაცნაირი ის არის ენერგეტიკა მოდის რა. იმიტომ რომ შეიძლება აღარ ზოგადად ხო არ არის, რა თქვა იმან ბოლოში, რა ქენი ესო თუ რა თქვა? არა მე გადაცემის მერე გეტყვი რა როგორ სათქვა და ახლა. არა მე რაზე გამეცინა ანუ. ბატონ გიორგი. ხო ეგ 200 ლარი გვაქვს. გავკნათ ახლა შევწყვიტო თამაში და ავიღოთ ეს. გადავხედო გავაგზავნო.
აგზელებ 400 ლარზე. შესავალი იქნება. 400 ლარზე ითამაშებ? კი, შესავალი იქნება. რომ არ გაეცინოთ ჩვენ ჟიურს, თქვენ დაკარგავთ იმ 200 ლარს, რომელიც უკვე მოგებული გაქვთ. კი ბატონო. ჯერ არის შესავალი. თავზე გავიკეთე ოპერაცია და აი ხე გადახადული ეტყობა კიდეც და მე რეანიმაციაში რომ გადმამიყვანე. ჩართე 3 2 1. დაუყენებიათ კათეტერი და შეწუხდი რომ რაღაც არ გადიოდა და ერთას დაუძახე. ჯო, მოდი აქ მეთქი. აი 25-იანი შლანგი მაინც დააყენე, არ გადიხმე. კათეტერი და უთხარი 25-იანი შლანგი მაინც დააყენე, არ გადიხმე. თვითონ კათეტერი რა. კათეტერი. თავისუფლების მოედანზე გვირაბში გავდივარ და გვირაბის ბოლო ხალები დგანან და მე მეუგნებიან რომ შევისყიდით ოქროს. მეუტრიალდი კიდე ოქრო ვარ თლიანად მეთქი და მაგდენი ფული არ აგვაქვს. ბიდი, ადგილი გვაქვს დრო. რიც და ვიბარებთ რადიატორებს. რიც და ვიბარებთ რადიატორებს. უნდა აგეღო 200 ლარი გიორგი რა, უნდა აგეღო 200 ლარი. ძალიან გული დამწყდა ხო რომ ვერ აიღეს 200 ლარი და ამიტომ ხელწარიელი არ გაგიშვებ მაინც ჩვენი რა ის შოუდან, მაგრამ სამწუხაროდ აი ყველამ ერთი ნაბიჯით ზედმეტი გადადგა რა. ხო რა, აი რაღაცა კარგად წავდი დაიწყებენ და მე ტარაშალა. კარგი, ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სანდომისგან გადმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, თუ შეიძლება მარიამ მივართოთ ქალაქი. ასევე ჩვენი პარტნიორისგან, კომპანია სოფლის ნობათის რჩეულისგან გადმოგეცემათ საკუთარი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. ესეც თქვენ, გიორგი, დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და ითამაშეთ. აღგლომისვენდები გავაცნობთ. ძალიან საინტერესო მოთამაშე. აქეთ, აი აქეთ. მაყოფილი ვარ დღევანდელი დღე. მოიგეთ თუ წავიღე, მოგებადა წაგებად, მები არიან და მოიგეთ თუ არ მოიგე, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ. ძალიან კაი გადაცემა, მე ყოველ ფუტშაფას უყურებ ხოლმე და დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც მიიღო დღევანდელ შოუში მონაწილეობა და მოусმინოთ ბატონ ალეკოს და ბატონ ნიკას, როგორ შეაფასებენ დღევანდელ. რა ვიცი, აი ცუდი მონაწილეები არ ყოფილან, მართლა ბევრი კარგი მონაწილე იყო, კარგი იუმორით, მაგრამ აი რაც თქვი რა, ერთი ნაბიჯით, აი გოგონა ანი, რომელსაც სანდომაც მისცა შანსი და თავისუფლად შეეძლო მოეგო, რამდენი 400 ლარი მგონი, ხო? კი ბატონო. 200, ხო? 400 ლარი, 200 ლარი სანდომა მისცა შეეძლო. აიღო, მაგრამ გააგრძელა თამაში 400 ლარი. მაინც გააგრძელა. ქალბატონი ასმათი, რომელიც შვენიერი იყო, მაგრამ მე რატომღაც გადაწყვიტა ეს უცმაწური იუმორი გამოიყენებინა იგივეს ვიტყვი გოჩაზე, რომელიც არაჩვეულებრივი მოთამაშე იყო, მართლა. კი, საინტერესო. მაგრამ სამწუხაროდ, რა ვიცი. რაღაც ზღვარი არ ვიცი, ალბათ. მაგრამ ამ გოლს ადამიანები ამ ყველაფრის შედეგად როგორ უნდა მოიქცნენ სტრატეგიულად? მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ, რაღაც თანმიმდევრობით უნდა დაალაგონ ისე, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს ძალიან კარგად. მე ვეთანხმები, ალეკოსო ნამდვილად კარგი მონაწილეები იყვნენ დღეს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ თანხა ვერ წაიღო. ხო, მაგრამ თუ შეიცვლებით, მეგობრებო და მეტი თანხა დაგვრჩება ჩვენი. ხოლოდ რაულმა მოიგო ბატონმა რაულ ბაბუნაშვილმა. აი ბატონი რაული, რომელიც შვენიურად მოიქცა, წაიღო 100 ლარი, ისტორიებიც მოგვიყვა. კი ბატონო. ნუ გალბატონ ასმათზე ძალიან დამწყდა გული და მე ასმათზე და გოჩაზე. რომ გოჩა მეგონა რომ მოიგებდა. რა ვიცი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო ჟიურის წევრებო, დიდი მადლობა თქვენ დარბაზს და დიდი მადლობა თქვენ, რა თქმა უნდა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ზუსტად ერთი კვირით გამშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.